სასაკლაოს და ხერხის შემქმნელებისაგან. მსოფლიოს მოევლინა ბოროტი წარმოშობის სისხლის მსმენი. მისი სახელია ალექსანდრე მალემსროლელი. ყველასაგან განსხვავებით ის სოციალისტურ ლიტერატურაზე აღიზარდა. წინა ცხოვრებაში ბუნებამ დაჩაქრა. ამიტომ ტვინში ჩაუნერგეს ბოროტება, რათა დაევიწყებინათ სილახის წლები. გაიწვრთნა ძველ კავკასიელთა საბრძოლო ხელოვნებით, ისვრის მრავალი სახეობის იარაღიდან. ბოლო ჟამს გადაწყვიტა წამებელი მახვილი, მაჩეტე აერჩია. მას შეუძლია ყველა ტრანსპორტის მართვა წყარბშეუხრელად. ატარებს სოფლიოში არაგავრცელებულ ყოვლის შემძლე ტელეფონს. ის ცხოველებს ატერორებს, ფრინველს უბიძგებს სექსუალური ძალადობისკენ და როცა ადამიანის ხორცით იჯერებს გულს, კინდერდელის შეექცევა. კავშირმა ქურდულ სამყაროსთან ის მრავალი წელი ციხეში ამყოფა და მას ყავს ეგრეთ წოდებული პადენლიკი, რომელთან ერთადაც მანქანაში უხტება გზაბნელ გოგოებს. მას არასოდეს წინავს, ის შეიძლება ბრძოლაში მოკვდეს, მაგრამ ვინ თქვა, რომ არ გაცოცხლდება. გეშინოდეთ. ორიდა